იცით რა არის ყველაზე უცნაური? ჩვენ ალაგეთ რაკეტები, რომლებმაც ადამიანები მთვარეზე გააგზავნეს და ლუნარულ მტვერში ჩვენი ნაკვადელევი დავტოვეთ. და შემდეგ თითქოს ეს უბრალოდ ძვირადღირებული საცირკო ტრიუკი იყო. ჩვენ ეს ინსტრუმენტები უბრალოდ შევინახეთ და 10 წლეულების განმავლობაში მხოლოდ დედამიწის ორბიტით დავკმაყოფილდით. პირველი კოსმოსური ჟბოლა, რომელიც 1957 წლის ოქტომბერში სპუტნიკის ცქრიალა სიგნალით დაიწყო, ინოვაციებისა და კონკურენციის ნამდვილი ბურუსი იყო. საბჭოთა კავშირმა ლაიკა პირველი ძაღლი კოსმოსში გაუშვა. შემდეგ იური გაგარინი, პირველი ადამიანი და ვალენტინა ტერეშკოვა, პირველი ქალი ორბიტაზე. ამერიკელებმა უპასუხეს ალან შეპარდით, რომელიც სულ რაღაც 15 წუთი იყო ზევით, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. პრეზიდენტმა კენედიმ თავისი ცნობილი სიტყვით ხაზი გაავლო: 10 წლეულის ბოლომდე მთვარეზე დავეშვებით. და მათ ეს გააკეთეს აპოლო 11-ით 1969 წლის ივლისში, სადაც ნილ არმსტრონგის პატარა ნაბიჯი გიგანტურ ადამიანურ მიღწევად იქცა. ჩემს ვიდეოებზე ბევრი ადამიანი სრულიად ლეგიტიმურ კითხვას მისვამს: რატომ შევძელით ეს 60-იანი და 70-იან წლებში, მაგრამ დღეს ვეღარ ვაკეთებთ? ესა ჩვენს საფუძვლიან ეჭვებს. საერთოდ ვიყავით თუ არა მთვარეზე? პასუხი ამაზე საოცრად მარტივიცაა და ამავე დროს რთულიც. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. წავედით ფრენაში. აქ უფრო ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ეს ტრიუმფი 1000-ობით ინჟინერზე იყო დამოკიდებული. სულ 400,000 ადამიანი, რომლებიც NASA-სა და 20,000-ზე მეტ კომპანიაში მუშაობდნენ. აქ არის რამდენიმე მაგალითი ამ კომპანიებიდან. North American Aviation, რომლებმაც ააშენეს საკომანდო მოდული და დღეს Boeing-ის ნაწილია. Grumman, რომლებმაც ააშენეს მთვარის მოდული და ეხლა Northrop Grumman-ია. Douglas Aircraft, რომლებმაც ააშენეს Saturn 5-ის საფეხურები, ასევე დღეს Boeing-ის ნაწილია. Rocketdyne, რომლებმაც შექმნეს ძლიერი F1 ძრავები, რომლებიც ახლა Aerojet Rocketdyne-ის შემადგენლობაშია. და IBM-ი, რომლებმაც შექმნეს კომპიუტერები, რომლებიც მთელ პროცესს მართავდნენ. ეს კომპანიები იყვნენ აპოლოს უკამდგომი ძალა, მილიარდებს დებდნენ ელჭერად სისტემებში, რომლებიც ყოველი ფრენის შემდეგ ოკეანეში იძირებოდა ან იწვოდა. ეს არ არის ბრალდება, ეს ფაქტია. იმ დროის ტექნოლოგიური დონისთვის უკვე სასწაული იყო, რომ ის რაც გაკეთდა. აშშ-ის მთავრობამ დაავალა NASA-ს, რომელმაც თავის მხრივ ამ კომპანიებს დააკისრა პასუხისმგებლობა და მათთვის უზარმაზარი ფინანსური რესურსები გამოყო. ეს იყო კოლოსალური ამოცანა, გარანტირებული წარმატების გარეშე და გრძელვადიანი ბიზნეს მოდელის პერსპექტივის გარეშე. კომუნისტურ საბჭოთა კავშირში ეს ცოტა უფრო მარტივი იყო განსახორციელებლად, რადგან აშშ-ში ეს ცოტა სხვანაირად იყო. იმისთვის, რომ კომპანიების შეექმნათ სტიმული ამ პროგრამაში ჩართვისთვის, რომელიც ბიზნესის თვალსაზრისით სრული სიგიჟე იყო, გამოიყენეს ეგრეთ წოდებული cost plus კონტრაქტები. ეს ახლა მნიშვნელოვანია, ასე რომ კარგად მოусმინეთ. ამ კონტრაქტებში განსაზღვრულია მიზნები, მაგრამ რეალური ხარჯების სტრუქტურის გარეშე. NASA კონტრაქტორებს დაფირდა, რომ დაფარავდა ყველა ხარჯს და დამატებით პროცენტულ მოგებასაც გადაუხდიდა. ეს ნიშნავს, რომ ამ კომპანიებს არ ქონდათ мотиваცია ემუშავათ ეფექტურად, მით უმეტეს დაბალფასიანად. სწორედ პირიქით, რაც უფრო არაეფექტურად და ძვირად მუშაობდნენ, მით უფრო მაღალი იყო მათი მოგება. ეს ჟღერს როგორც ცუდი ხუმრობა, შეთქმულების თეორია ან რაღაც, რაც YouTube-ის ბლოგერს მოუვიდოდა თავში, მაგრამ ეს კარგად არის დოკუმენტირებული და ეს კონტრაქტები დღესაც არსებობს. ამიტომ კომპანიებმა გააკეთეს ის, რასაც ყოველთვის აკეთებენ, როცა ფულის სუნს იგრძნობენ. მათ თავდახუჭულებმა დაიწყეს ფულის ხვედა. ეხლა ნახავთ, რატომ იყო ეს უკიდურესად შორს მოუჭვეტელი ქმედება. თითოეული Saturn V ინფლაციის გათვალისწინებით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირდა და ეს იმ პროგრამაში, რომელიც აშშ-ის ბიუჯეტის 4%-მდე შთანთქავდა. უკვე მაშინაც იყო პროტესტები. ხალხი კითხულობდა, რატომ არ იხარჯებოდა ეს ფული სიღარიბის დაძლევაზე, განათლებაზე ან ინფრასტრუქტურაზე. მაშინ ეს სრულიად ლეგიტიმური კითხვა იყო, რადგან იმ ადამიანების გარდა, ვინც პირდაპირ ან ირიბად ეკონომიკურად სარგებლობდა პროგრამით, საშუალო მოქალაქისთვის არანაირი შესამჩნევი შედეგი არ არსებობდა. ეს იყო სუფთა პოლიტიკური და სამხედრო პრესტიჟის პროგრამა. ის რომ დღეს 50 წლის შემდეგ იმ დროის ინოვაციებით ვისარგებლებდით, იმ დროინდელი ადამიანებისთვის ან უცნობი იყო, ან სულაც არ აინტერესებდათ.
დღეს სხვათა შორის ეს ასე აღარ არის. ბევრი რაკეტა სტარტს იღებს, მაგრამ ინფრასტრუქტურის აშენება ან შენარჩუნება საშუალო ადამიანისთვის, მაგალითად GPS-ზე, ამინდის ან კლიმატის სატელიტებზე და ნივთების ინტერნეტზე რო ვიფიქროთ, სწორედ ესაა მთავარი. სხვათა შორის, თუ გინდა რომ ასეთი და სხვა კოსმოსური სიახლეები პირდაპირ შენს საფოსტო ყუთში მიიღო, მაშინ დარეგისტრირდი უფასოდ Mars Chronicle-ის საინფორმაციო ბიულეტენზე. მისამართზე marschronicle.space. მული ქვემოთ აღწერაში. როგორც კი რბოლა მოიგეს, ენთუზიაზმი ჩაცხა. საბჭოთა კავშირმა წააგო. ცივი ომის ფოკუსი შეიცვალა და მოულოდნელად საჭირო გახდა ხარჯების გამართრება. ამას დაემატა ვიეტნამის ომი, რომელიც ასევე დიდ თანხებს ითხოვდა, კონგრესმა შეამცირა ბიუჯეტები და კოსმოსური პროგრამა უკანა პლანზე გადავიდა. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა. იმ კომპანიებმა, რომლებმაც აპოლოს პროგრამაზე ფული იშოვეს, თავდაცვის სფეროში ფულის სუნი იგრძნეს. Boeing, Lockheed Martin, Grumman და სხვა კომპანიები სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ბირთვი. ისინი გადაერთნენ სატელიტებზე ჯაშუშობისთვის, კომუნიკაციისთვის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და ბირთვული შეკავებისთვის. აქაც გამოიყენეს ზემოხსენებული cost plus კონტრაქტები. განსხვავება ის იყო, რომ პოლიტიკოსებს უფრო ადვილად შეეძლოთ ამ უზარმაზარი ხარჯების გამართლება. კოსმოსური კვლევები გახდა ეროვნული უსაფრთხოების ნიშა, სადაც მთავრობებს შეეძლოთ მილიარდების ჩადება ისე, რომ გადასახადის გადამხდელებს ზედმეტად არ ეწუწუნათ. გაიხსენეთ Space Shuttle. დაგეგმილი იყო, რომ ყოფილიყო იაფი სატრანსპორტო საშუალება, მაგრამ საბოლოოდ 1 კილოგრამი ტვირთის ორბიტაზე გატანა $67,000-ზე მეტი დაჯდა 2025 წლის დოლარებში. ეს იყო უკუსლა Saturn V-ის დონიდან, სადაც 1 კილოგრამი ნაკლები ვიდრე $13,000 ღირდა. რატომ? იმიტომ, რომ სისტემები ერთჯერადი იყო, კომპლექსური და მოვლისთვის რთული, ოპტიმიზირებული იყო პენტაგონთან და სატელეკომუნიკაციო გიგანტებთან, როგორიცაა AT Verizon, კონტრაქტებისთვის, რომლებსაც ამის საშუალება ჰქონდათ. იქ ფული მხოლოდ მეორე ხარისხოვან როლს ასრულებდა და დღესაც ასრულებს. იმ დროის გადმოსახედიდან კომპანიებმა აშკარა არჩევანი გააკეთეს და ფულზე გადაერთნენ. მე ვამტკიცებ, რომ იმ დროს რომ დაეწყო თავიანთი სისტემების უფრო ეფექტურად მოწყობა და ეზრუნათ იმაზე, რომ კოსმოსური კვლევების ხარჯსარგებლის ისხარტორი გადასახადის ფაქტორი გადამცხადის გადამხდელისთვის უკეთესი გამხდარიყო. მათ ან სექტორშიც მომდევნო 5 დეკადის განმავლობაში ბევრად მეტი ზრდა შეიძლებოდათ მიეღოთ. ორიოდე მისიის ნაცვლად სამხედროებისთვის და ტელეკომ გიგანტებისთვის შეიძლებოდა ფართო კლიენტური ბაზის შექმნა ეკონომიკის, მეცნიერებისა და პოლიტიკის ყველა სფეროდან. წარმოიდგინეთ, როგორი განსხვავებული შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფერი. თუ ან კომპანიებს თავიდანვე გადამუშავებადობაზე გაეკეთებინათ აქცენტი, ძვირადღირებული, სპეციალურად მორგებული მისიების ნაცვლად სექტორი აფეთქდებოდა. ამის ნაცვლად მათ თვითონ დაიზიანეს თავი. ამის ნაცვლად სექტორი პატარა დარჩა, ინოვაცია გაჩერდა და ხარჯები გაიზარდა. 10,000-ობით კომპანიამ გაამყარა თავისი სტრუქტურები და დაიმკვიდრა პოზიციები. ეს ნიშნავს, რომ დიდებმა იყიდეს პატარები, რის შედეგადაც თავდაცვის, ავიაციისა და კოსმოსის ბაზარს რამდენიმე კომპანია აკონტროლებს. ეს კომპანიები სპეციალიზებულნი არიან, ფაქტობრივად მონოპოლიის სტატუსი აქვთ და შეუძლიათ სურვილისამებრ შეცვალონ ფასები. F-25-ის პროგრამა ახლა ორჯერ მეტი ღირს და 10 წლით დაგვიანებულია. ჯარიმების გადახდის ნაცვლად, ეს Lockheed Martin-ისთვის რეკორდულ მოგებებს ნიშნავს. Delta 4 ჰევი გაშვება 1 მილიარდი $7 ღირს, პლუს ყოველწლიური საბაზისო გადასახადი კიდევ 1 მილიარდი. დუბსი. ერთი SLS რაკეტის გაშვება ახლა $4 მილიარდზე ბევრად მეტი ღირს. ანუ ავსტრიის მთლიანი შიდა პროდუქტის 1% მთლიანი შიდა პროდუქტის. სამხედროები და დიდი კომპანიები თამაში იყვნენ, მაშინ როცა სამოქალაქო ოცნებები, როგორიცაა მთვარის ბაზები ან მარსის მისიები, გაყინული დარჩა. მთავრობები ხარჯებს მხოლოდ უსაფრთხოებით ამართლებდნენ და ასე სექტორმა პლატოს მიაღწია. ანუ გაჩერება. მარსის როვერი, საერთაშორისო კოსმოსური სადგური, პატარა ღრმა კოსმოსური ზონდები. ყველაფერი შესანიშნავი იყო, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც სამყაროს შეცვლიდა. ფასი კილოგრამზე მაღალი დარჩა. გეგმარებას წლები სჭირდებოდა და ისეთი წარუმატებლობები, როგორიც იყო Challenger-ი ან Columbia, კიდევ უფრო სახიფათოს ლიდა ყველაფერს. მაგრამ ეხლა სიტუაცია იცვლება. და ეს Pioneer SpaceX უნდა უმადლოდეთ. მათ დაამტკიცეს, რომ ეს უზარმაზარი ფასები აუცილებელი არ არის და რომ შესაძლებელია სხვანაირადაც.
ამასობაში რამდენიმე კონკურენტი, როგორიცაა Blue Origin და Rocket Lab, მათ კვალში არიან, მაგრამ შემდეგი პრეტენდენტი მინიმუმ 5-დან 10 წლით ჩამორჩება. Falcon 9-ით მათ ხარჯები $4000-ზე ნაკლებზე შეამცირეს თითო კილოგრამზე. 2015 წელს მსოფლიო გაოცებული დარჩა, როდესაც რაკეტა თვითონ დაეშვა. ეს იყო მომენტი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. Რაღაც რასაც ძველი გიგანტები შეუძლებლად არა მომგებიანად ან თუნდაც საშიშად მიიჩნევდნენ. დღეს 2025 წლის ოქტომბერში SpaceX-მა Falcon 9 რაკეტა 515 ჯერ დააბრუნა დედამიწაზე და ატარებს ყველა ტვირთის 80%-ს კოსმოსში. წონით გაზომვის მიხედვით, ვინც ამტკიცებს, რომ მომგებიანია, მდგრადია ან გონივრულია, $100 მილიონი ღირებულების ბუსტერი პირველი და ერთადერთი გამოყენების შემდეგ ოკეანეში ჩააგდო, ვიდრე მისი დაბრუნება სცადო, ან ჩვენ გვთვის სულელებად. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც არ ცდილობს მისი დაბრუნებას და უბრალოდ ოკეანეში აგდებს, ან ჩვენ გვთვის სულელებად, ან თვითონაა სულელი. Starship ეს მონსტრი, რომელსაც შეუძლია 100 ტონა აციოს და მიზნად აქვს 200 ტონა უბრალოდ. მას უკვე რამდენჯერმე გაუშვეს და ნაწილობრივ დააბრუნეს და ის Artemis-ის პროგრამის განუყოფელი ნაწილია. მისი მიზანია ეკიპაჟები მთვარის სამხრეთ პოლუსზე გადაიყვანოს, სადაც წყლის ყინულია. ეს შემთხვევითი არ არის. სულიად მრავალჯერადი გამოყენება მას ხელმისაწვდომს ხდის. არა, უпростоრად წარმოსადგენად ხდის. უეცრად ჩვენ ისევ არა მარტო მთვარისკენ, არამედ მარსისა და სხვა პლანეტებისკენაც მივისწრაფვით. პირველად გრძელვადიანად განხორციელებადი გეგმით. მაგრამ SpaceX-ი მარტო არ არის. Blue Origin-ი თავისი New Glenn-ით, რომელიც ახლა მეორე მისიას ამზადებს და NASA-ს სატელიტების მარსზე გაგზავნაში ეხმარება, ასევე ერთვება ამ საქმეში. მათი რაკეტა Falcon 9-ზე სტეროიდებზე. SpaceX-მა ცოტა ხნის წინ $510 მილიონი მოიზიდა, რათა სულად ხელახლა გამოსაყენებელი Nova რაკეტა განავითაროს. ამით მათ თითქმის $1 მილიარდი აქვს ჯიბეში. ეს თამაში შეცვლილია ყოველდღიური გაშვებებისთვის, რომელთა ღირებულება $1 მილიონ-ზე ნაკლებია. Rocket Lab გეგმავს ნეიტრონის პირველ ფრენას წლის ბოლომდე. ოპტიმიზირებულია საშუალო კლასის ტვირთებისთვის. და მათ უკვე მოიპოვეს ადგილები ASHS-ის კოსმოსური ძალების ეროვნული უსაფრთხოების კოსმოსური გაშვების პროგრამაში, STOKE-თან ერთად. ეს ახალი კოსმოსური კომპანიები ავსებენ ბაზარს, ამცირებენ ფასებს და ხდიან კოსმოსურ ფრენებს ხელმისაწვდომს. და ძველი გიგანტები ვერ იტანენ, როგორ აჩვენებენ მათ სუსტ მხარეს. სხვათა შორის, იგივე ხდება ამჟამად შეიარაღების სექტორშიც. ეს მხოლოდ დროის საკითხია, სანამ მათ რაიმე ახალი არ მოუვათ თავში, ან საერთოდ არ გაქრებიან. მაგრამ ეს დღეს ჩვენი თემა არ არის. რა თქმა უნდა, არსებობს ბარიერები, რეგულაციები ან გეოპოლიტიკური დაძაბულობა. ჩინეთი აშენებს მთვარის ბაზებს, ინდეთი ზრდის ბიუჯეტს ისროში და დიახ, სამხედრო ასპექტი რჩება. Starlink-მა ისეთ კონფლიქტებში, როგორც უკრაინაშია, აჩვენა, რომ კოსმოსის კონტროლი ნიშნავს ბრძოლის ველის კონტროლს. მაგრამ სწორედ ეს გვამოძრავებს. სირთულეები კოსმოსს საინტერესოს ხდის და IAP მრავალჯერადი გამოყენების სისტემებით სექტორებით, ის სექტორი გაიზრდება, სამუშაო ადგილებს შექმნის და ინოვაციებს მოიტანს. ჩვენ აღარ ვართ დატყვევებულები. მომავალი ხელშესახებია. ინტერპლანეტარული და არა მხოლოდ ელიტებისთვის. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო Mars Chronicle. მადლობა ყურებისთვის. პერას პერა, ad astra.